დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით კი ბრიფინგს გამართავს დღეს საკრებულოს უმცირესობა. ყურადღება გამახვილდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თემურ გრიგალაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა სთავაზობს თბილისის მერიას ახალ პროექტს, რომელიც როგორც აცხადებენ, თბილისს საცობისაგან განმუხტავს. ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, რომ ეს პროექტები 2015 წლის ბიუჯეტში აისახოს. დოკუმენტი ქალაქის მთავრობამ საკრებულოს 15 ნოემბრამდე უნდა გადაუგზავნოს, რის შემდეგაც ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით ისევ მთავრობას დაუბრუნდება, საბოლოოდ შესწორებული ვარიანტი საკრებულომ დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. თავაზობ დედაქალაქის მერიას რიგი ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განტვირთვავენ დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობას, მაგალითად ფონიჭალა-ქვემო სამგორის დამაკავშირებელი ხიდის პროექტის გახორციელების შემთხვევაში მთლიან განიტვირთება ისტის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ნავთობი, იგივე ორთაჭალის ნაწილი. თავაზობთ, რომ 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას აი ეს პროექტები, ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული ხედვა, კონკრეტული მიმართულება, როგორ უნდა მოხდეს მისთამოედის მიმართულებით საცობის განტვირთვა, როგორ უნდა მოხდეს კიდევ ერთი დამაკავშირებელი ასეთ ყვანძის გაჩენა თქვის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს შორის, ასე რომ ამ მიმართულებით მერიის შესაბამის სამსახურის დავალება უკვე მიცემული აქვს და ბუნებრივია მომავალ წლის ბიუჯეტში ეს ყველა დეტალიც არის უკვე ასახული.